პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი ძაბზე კიდია და ახლა ის მარწუხებს უჭერს. ვაშინგტონმა დაიწყო, როგორც ტრამპი უწოდებს, ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური კამპანია. მაგრამ ელჩი მაიკ ჰაკაბი აფრთხილებს, რომ შემდეგი ეტაპი შეიძლება საერთოდ არ იყოს ეკონომიკური. ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება ბევრად უფრო მხიფე იყოს, ვიდრე ჩანს. მოდი დავიწყოთ. ჯერუსალემენეთ იწყება ახლა. მოგესალმებით ჯერუსალემენეთში JNS TV-ზე. ალექს, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა ეკონომიკური დიდ დღე ირანის წინააღმდეგ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. ხაზინის დივანმა ბესენტმა განაცხადა, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაცია მსოფლიოს ისტორიაში. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ეკონომიკური ზეწოლა ნიშნავს, რომ ჩვენ მიმართავთ ყველა ჩვენს მოკავშირეს და ეს იქნება ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაცია მსოფლიოს ისტორიაში. და ჩვენ მივდივართ მათთან და ვეუბნებით, ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ დავამხობთ ამ რეჟიმს. კარგი, ვფიქრობ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხაზინის მდივანი ბესენტი ამბობს, სანქციების მიზანი სწორედ რეჟიმის დამხობაა. პრეზიდენტი ტრამპი უკვე მრავალი თვეა თავს იკავებს იმის თქმისგან, იყო თუ არა ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის მიზანი რეჟიმის დამხობა. მან ყოველთვის ამბობდა, რომ სამხედრო ოპერაციების მიზანი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ირანი ბირთვულ ზღვარს არასდროს გადაცილებოდა. რეჟიმთან მოლაპარაკებით, რეალურად იმას აკეთებდით, რომ ძალაუფლებას აძლევდით დარჩენილ რეჟიმს და ახალ უმაღლეს ლიდერს, ალი ხამენეის შვილს, მოჯტაბა ხამენეის. არავინ იცის, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა, შეუძლია თუ არა გადაწყვეტილებების მიღება. როგორც ჩანს, დაზვერვის ინფორმაციით ის ცოცხალია, მაგრამ მძიმედ დაშავებულია. მაგრამ როცა მოლაპარაკებებს აწარმოებთ ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა ირანის პარლამენტის სპიკერი ღალი ბაღი და საგარეო საქმეთა მინისტრ ღაღისთან, ფაქტობრივად ამბობთ, რომ ეს რეჟიმის წევრები არიან შემდეგი დონე და იმედოვნებთ, რომ ამ დონეზე მაინც დარჩება რეჟიმი. და აქ მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ცდილობდით ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ მოლაპარაკებას, თვეების განმავლობაში ცდილობდით ირანის დაყოლიებას ინსპექციებზე, ბირთვული მასალის ქვეყნიდან გატანაზე, რომ აღარასოდეს ეცადონ ბირთვული იარაღის შექმნას. პრეზიდენტი ტრამპი საბოლოოდ აღიარებს, რომ პრობლემა თავად რეჟიმია. ეკონომიკური სანქციები მიმართულია რეჟიმის დასამხობად. ბესონმა თქვა, რომ ეს იქნება მსოფლიოს ისტორიაში ეკონომიკური სანქციების ყველაზე მასშტაბური რეჟიმი, ფაქტობრივად. და ეს არა მხოლოდ ირანს ეხება და მათ ფინანსურ ანგარიშებს, არამედ მიზანში ამოიღებს ყველას, ვინც ირანს რაიმე ფორმით ეხმარება. და როცა ამას ამბობთ, თქვენ შესაძლოა თითს ჩინეთისკენ, რუსეთისკენ ან კატარისკენ იშვეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეხლა ზეწოლა იცვლება. ტრამპს აშკარად არ უნდა კიდევ ერთი სამხედრო ჩართულობა. მაგრამ ეკონომიკური სანქციების რეჟიმი, რომლის დაწესებაც მას საბოლოოდ სურს, საბოლოოდ სწორ მიზანზეა მიმართული, რაც არის ამ რეჟიმის დამხობა და დაშლა. ალექს, მესმის რასაც ამბობ. თუმცა ამის მიუხედავად, აშშ-ის ელჩი ისრაელში, მაიკ ჰაკაბი ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად განიხილავს სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ ეს საჭირო გახდება. მოდით ნახოთ ის ჩანაწერი. დააკარგავს თუ არა პრეზიდენტი მოთმინებას ირანელებთან. შეიძლება რომ ასე იყოს. მან ეს უკვე ორჯერ გააკეთა. იფიქრებდი, რომ ამის შემდეგ ისინი დაიწყებდნენ იმის სწავლას, რომ პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად ეკიდება სამხედრო ქმედებებს, როცა ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. კი, ფიქრობ ეს ორი რამ სინამდვილეში ერთად მიდის. იცით, თუ ძალიან მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს აწესებ, რაც თავიდანვე უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ თუ ისინი ამას ეხლა აკეთებენ და ეკონომიკურ ზეწოლას ზრდიან ისე, რომ ეს რეჟიმის სტაბილურობას ემუქრება, რას ელოდებით ირანელები რას გააკეთებდნენ? ისინი კვლავ შეეცდებიან რეგიონის დესტაბილიზაციას. ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემების შეტევით და რაკეტების გაშვებით იმ ქვეყნებზე და ამერიკის სამხედრო ბაზებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული. ამიტომ საჭიროა, რომ ირანზე მუდმივად იყოს კიდევ ერთი სამხედრო ოპერაციის მუქარა, რათა შეაჩეროთ ისინი საკუთარი ინიციატივით სიტუაციის ესკალაციის მცდელობისგან. სამხედრო თვალსაზრისით. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეკონომიკური სანქციების მეორე მხარეს ძალიან სერიოზული სამხედრო მუქარაა. და ვფიქრობ, მაიკ ჰაკაბი შესანიშნავად ახერხებს ამ გზავნილის გადაცემას. ალექს, ამ კვირის მთავარი სიახლე იყო ისრაელის თავდასხმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. ეს დარტყმები მოხდა იმ ფონზე, როცა ისრაელს აშფოთებდა ინფორმაცია, რომ სირია თურქულ ჯარებს ამზადებდა ალეპოსთან მდებარე ბაზაზე განთავსებისთვის. ისრაელმა ახლახან შეაჩერა სირიაში არსებული უსაფრთხოების საფრთხე, რომ ის არ გადაზრდილიყო ბევრად უფრო დიდ პრობლემად.
ერთ წელზე მეტი ხნის წინ ისრაელმა და სირიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეენარჩუნებინათ უსაფრთხოების სტატუს კვო და ეს საზღვარი მშვიდობიანი დარჩენილიყო. სირიამ დაარღვია ეს შეთანხმება. ისრაელის დაზვერვამ დაადგინა, რომ თურქეთის ჯარები აპირებდნენ განლაგებას აბუ-ალ-დაჰორის ავიაბაზაზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ სირიაში. რაც როგორც ხედავთ, ისრაელის ქალაქებიდან და ისრაელის დასახლებებიდან 200 მილზე ნაკლებ მანძილზეა. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ძალიან კაფიოდ დააფიქსირა ისრაელის პოზიცია. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ თურქეთი გამაგრდეს სირიაში და თანდათან სამხრეთისკენ ისრაელის საზღვრისკენ დაიძრას. ისრაელმა არაერთხელ გააფრთხილა სირია. ნუ გააკეთებ ამას. ჩვენ ვიცით, რომ სირიამ მიიღო ეს გაფრთხილებები და გადაწყვიტა არ მიექცია მათთვის ყურადღება. ამ ვიდეოდან, რომელიც დორონმა გააკეთა, ბევრი რამ შეიძლება გამოვიტანოთ და დორონი ამ კვირაში ჩვენს გადაცემაში ყავდა. დორონი ადრე პოდკასტის წამყვანი იყო აქ, JNS-ში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი JNS-ის ტალანტი პირდაპირ პრემიერ-მინისტრის ოფისში მუშაობს. და უნდა ვთქვა, მიხარია რომ ეს ვიდეო ვნახე, რადგან პრემიერ-მინისტრის ოფისიდან მსგავსი ვიდეოები ომის დასაწყისიდან აღარ გვინახავს. ეს კი ძალიან რთული ისტორიაა. მიხარია რომ პრემიერ-მინისტრის ოფისი ამას პრემიერ-მინისტრის, მისი ოფისისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირების პერსპექტივით ახსნის. ასე რომ პირველ რიგში კარგია რომ ეს გვაქვს. მეორე რაც შეეხება იმას, რაც აქ სირიასთან და თურქეთთან ხდება, გახსოვდეთ ეს. ალ-შარა, რომელიც ადრე ალ-ჯოლანის სახელით იყო ცნობილი, თურქეთის მხარდაჭერილი ტერორისტია, რომელიც სირიის დასაპყრობად შემოვიდა და ფაქტობრივად დამასკოს ჯალათი ბაშარ ასადი გააძევდა, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის დროიდან ხელისუფლებას ეჭიდებოდა. და რაც მოხდა იყო ის, რომ როდესაც ირანი დასუსტდა და ვეღარ შეძლო ასადის მხარდაჭერა, როდესაც ჰეზბოლა ისრაელმა დაასუსტა, ვეღარ შეძლო ასადის მხარდაჭერა, თურქეთმა კი ალ-შარა წააქეზა, შესულიყო და ქვეყანა დაეკავებინა. ახლა ალ-შარამ ნაწილობრივ შეერთებული შტატების მხარდაჭერაც მიიღო. რადგან რეჯეფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი, პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირედ ჩამოყალიბდა და პრეზიდენტი ტრამპი მაშინ თეთრ სახლში იყო. მე ოვალურ ოფისში ვიყავი, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ის იქნებოდა შუამავალი ერდოღანსა და ნეთანიაჰუს შორის, თუ მათ შორის რაიმე უთანხმოება წარმოიშვებოდა. მაგრამ აქ რასაც ხედავთ, ის არის, რომ ირანის არყოფნის პირობებში, ირანის მიერ შექმნილი შიიტური ნახევარმთვარის დაშლით, რომელიც გადიოდა ერაყზე, სირიაზე, ლიბანზე და შემდეგ ქვედა მხრიდან იემენითა და ღაზით ბრუნდებოდა, რაც მიზნად ისახავდა ისრაელისა და რეგიონში სხვა ამერიკელი მოკავშირეების გარშემო რკალის შექმნას. ერდოღანი შესაძლოა თურქეთისა და ყატარის მხარდაჭერით, შესაძლოა ეგვიპტესთან პარტნიორობით ეხლა ცდილობენ შექმნან სუნიტური ნახევარმთვარე, რომელიც ისრაელს საფრთხეს შეუქმნის. და სირიაში მათი მხარდაჭერილი ტერორისტი ალ-შარა აძლევს მათ შესაძლებლობას თურქეთის საზღვრიდან ისრაელის საზღვრამდე გადაადგილდნენ. ამიტომ რაც ახლა ხდება არის ნიადაგის მოსინჯვა. თურქეთი ცდილობს ნახოს რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა, რამდენად ახლოს შეიძლება მივიდნენ ისრაელთან. შეუძლია თუ არა ნელ-ნელა გადადგან ნაბიჯები და უპასუხებს თუ არა ისრაელი. როგორც დორონმა ძალიან ნათლად თქვა იმ ვიდეოში, თურქეთი უკვე აკონტროლებს ჩრდილოეთ სირიის მნიშვნელოვან ნაწილს. ისრაელი კი პირიქით აკონტროლებს მხოლოდ სამხრეთ სირიის პატარა ნაწილს, რომელიც უბრალოდ ბუფერული ზონის როლს ასრულებს. გოლანის მაღლობებს შორის, რომელიც მაღალი სტრატეგიული პუნქტია და ფაქტობრივად მთებად გადმოყურებს ისრაელს. და ახლა თურქეთი შედის ავიაბაზაზე. გახსოვდეთ, როცა ბაშარ ასადი დაემხო, ისრაელმა მხისიერად იმოქმედა. და ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი დარტყმა მთელი ომის განმავლობაში, როდესაც მათ შეუტიეს სირიის მთელ სამხედრო ძალას, რაც მოიცავდა მათ გემებსაც და მთელ საჰაერო ძალებსაც. და ახლა ხედავთ, რომ თურქეთი ცდილობს კონტროლის დამყარებას. და რას აკეთებს ისრაელი? ისრაელი ბომბავს ავიაბაზას და სირიას უგზავნის ძალიან ძლიერ მესიჯს, რომ არ დაუშვებს თურქეთის სამხრეთით ისრაელის საზღვრისკენ გადაადგილებას. და ასევე უგზავნის ძალიან ძლიერ მესიჯს თურქეთსაც. და ეს მიუთითებს, რომ ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინა შეიცვალ. ის არ დაუშვებს მათ, ვინც ისრაელის განადგურებას მოითხოვს, გადადგან რაიმე ნაბიჯი, რაიმე ქმედება ისრაელისკენ, რაც თავდასხმის ალბათობას გაზრდის. ასე რომ ხოჩაღ ისრაელს რომ აგიერიში მიიტანა. ხოჩარ დარონ სპილმანს რომ ახსნა, რატომ გასცა პრემიერ-მინისტრმა ამ თავდასხმის ბრძანება. ალექს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ASHS-ის წარმომადგენელი თომ ბარკი ვაშინგტონში აცხადებდა, რომ ის სერიოზულად შეშფოთებულია ისრაელის იერიშებით.
მან ასევე გააგრძელა და შეიძლება ითქვას სცადა. სცადა გაეუქმებინა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გოლანის მაღლობების ისრაელის სახელმწიფოსადმი მიკუთვნებულობის აღიარების შესახებ, განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ისრაელი იკავებდა ამ გოლანის მაღლობებს. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო. პრეზიდენტმა ტრამპმა გაავლო ხაზი ზომიერებისკენ მისწრაფების მცდელობაზე. გოლანში სირიისთან. ისინი კვლავ იკავებენ გოლანს გაეროს რეზოლუციების წინააღმდეგ, მთელი საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ გოლანი სირიისა. მაშ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეჭრები, სანამ ვითარება არ დამშვიდდება? ხედავთ, რომ აქ ნამდვილად რამდენიმე მხარეა. ტრამპის ადმინისტრაციიდან თანმიმდევრული პოლიტიკა არ მოდის. ის, რაც გსურთ მოისმინოთ, არის ის, რომ მაიკ ჰაკაბი ერთ მხარეს და თომ ბარაკი მეორე მხარეს ერთსა და იმავე მესიჯებს იმეორებენ, მაგრამ აქ ეს ნამდვილად არ ხდება. ტრამპის ადმინისტრაციიდან სხვადასხვა შეხედულებები მოდის, ძირითადად სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რადგან ელჩები სახელმწიფო დეპარტამენტს ექვემდებარებიან. თქვენ გინდოდათ, რომ მარკო რუბიოს ყველაფერი ნათლად განემართა და პრეზიდენტსაც იგივე გაეკეთებინა. მაგრამ თომ ბარაკი აშკარად ისრაელის საწინააღმდეგო მხარეს დგას და მთელი ამ ომის განმავლობაში მუდმივად ისრაელის საწინააღმდეგო მხარეს იყო. როცა გოლანზე ვსაუბრობთ, გოლანის მაღლობების ისრაელისადმი მიკუთვნებულობის აღიარება გულისხმობ იმას, რომ ეს იყო ის, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ თავის პირველ ვადაში აღიარა. ეს არის აშშ-ის ჩამოყალიბებული პოზიცია. და თუნდაც პრეზიდენტ ბაიდენის დროს შეერთებულმა შტატებმა არ გააუქმა გოლანის მაღლობების აღიარების აღიარება. ასე რომ ეხლა პრეზიდენტის ელჩისგან ამის მოსმენა და თომ ბარაკი, რომელიც თითქოს პრეზიდენტ ტრამპის მეგობარია, მოდის და ამას ამბობს. პრეზიდენტ ტრამპის საკუთარი პოლიტიკა, რომ აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, იცით, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგია. მე ვგულისხმობ, ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებს მკაცრ საუბარს ტრამპის ან რუბიოს მხრიდან. ჩვენ ხედავთ, რომ ბარაკი მუდმივად ლიბანის, სირიისა და თურქეთის მხარეს დგას ისრაელის წინააღმდეგ და ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო ართულებს ისრაელისთვის აქ მოქმედებას. ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, მისი ოფისი და თომ ბარაკი ერთ აზრზე არ არიან. და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აუცილებლად მოისურვებს გაიგოს ელ-ჩაკაბისგან, რომელიც აქ ისრაელშია, მარკო რუბიოსგან, თავად პრეზიდენტისგანაც კი, რა არის პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე. ეხლა თქვენ ნახეთ. დერონის ვიდეოში იყო გარკვეული დახვეწილი მინიშნებები იმაზე, რომ არა მხოლოდ სირიამ მიიღო მნიშვნელოვანი გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ ისრაელი აპირებდა ამ ავიაბაზაზე დარტყმას. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ შეერთებულ შტატებსაც წარუდგინეს მტკიცებულები იმის შესახებ, რომ თურქეთი შევიდა ამ ავიაბაზაზე და ისრაელმა თურქეთის ყოფნა ამ ავიაბაზაზე მიუღებლად მიიჩნია. და კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, რომ ჩვენ თქვით, რომ ტრამპმა თქვა, რომ ერდოღანთან ნეთანიაჰუს სახელით ჩაერეოდა. ასე რომ ალბათ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თურქეთმაც წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი არ ეთანხმებოდა თურქეთის გადაადგილებას ამ ავიაბაზის გარშემო. ამიტომ ძალიან ძლიერი გზავნილი იყო, რომელიც ნეთანიაჰუმ გააგზავნა. თუ ტრამპი ვერ მოახერხებდა ერდოღანისთვის თავისი ჯარების უკან გაწვევის დაყოლიებას, ისრაელი ამბობდა, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ამას. სინამდვილეში, მინდა აქ ერთი რამ დავამატო. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოების სერია, რომლებიც სირიიდან მოდის და ამ კვირაში სირიის ჯარისკაცები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აპირებენ იერუსალიმისკენ სვას. რა მდგომარეობა ამ ეტაპზე სირიის არმიაში ალ-შარას ხელმძღვანელობით? ალ-შარამ ძალიან ახლა ხან და არაერთხელ განაცხადა, რომ ფიქრობს, შეიძლება მართლაც იყოს ნორმალიზაციის რაიმე ფორმა, ან სულ მცირე თავდაცვითი ურთიერთგაგება ისრაელსა და სირიას შორის. ალ-შარას ასევე ესმის, რომ მას სჭირდება შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდაჭერა. მას სჭირდება სანქციების შემსუბუქება, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა უზრუნველყო. თუ პრეზიდენტი ტრამპი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს, რომ სირია პრობლემური აქტორია და დააწესებს იმ ტიპის სანქციებს, რაზეც მდივანმა ბესენტმა ახლახან ისაუბრა ირანის მიმარმართ, ეს მის რეჟიმს დაანგრევს. ამიტომ მას ახლა ამერიკის მხარდაჭერა სჭირდება. და ამ მხარდაჭერის მიღების გზა, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა ახლო აღმოსავლეთის სხვა მოთამაშეებთან, არის ის, რომ უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა ისრაელთან. ამიტომ არ მჯერა, რომ ალ-შარა ახლა ისრაელის სახელმწიფოსთან სამხედრო ავანტიურას მოისურვებს. საკმარისია ვნახოთ, რამდენად ძლიერია ისრაელი. რა გაუკეთა მან სირიის არმიას ასადის დამხობისას და რა უქნა ახლახან ავიაბაზას. დღეს რაც გააკეთეს ღაზაში, რაც გააკეთეს ლიბანში, რაც გააკეთეს ირანში, ალ-შარა არ სურს ახლა ისრაელთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის თავს შეიკარებს, მაგრამ მან მის მფარველს, ერდოღანს, მისცა საშუალება ეცადა წინ წასულიყო და ენახა რა მოხდებოდა. და ამისთვის მათ ფასი გადაიხადეს.
ეხლა მე ვნახე ცნობები, რომ თურქეთი და სირია ორივე მიუთითებენ, რომ ეს ესკალაცია დასრულებულია, ხომ ასეა? რომ თურქეთი აქ სამხედრო პასუხს აღარ გასცემს. არ ვფიქრობ, რომ სირია აქ სამხედრო პასუხს გასცემს. მათ არ სურთ ჩართვა. ასე რომ ვფიქრობ, ისრაელი დგამს ნაბიჯს, რომელიც ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის. და იმედია ეს იქნება სამხედრო დაპირისპირების დასასრული იქ. მაგრამ მაინც ყურადღება მიაქციეთ თურქეთს. ერდოღანი შეიძლება თავშეკავებულად მოიქცეს, სანამ პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობაზეა, რადგან ის აფასებს იმ ალიანსს, რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპთან ააგო. მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის სამუდამოდ პრეზიდენტი არ იქნება. თუ იქ კიდევ ერთი დემოკრატი მოვა, პროგრესული დემოკრატი, ან თუ იზოლაციონისტი რესპუბლიკელი მოვა, შესაძლოა ვენსი, შესაძლოა ვიღაცა სხვა. მომავალში ნამდვილად შეიძლება ვიხილოთ თურქეთი და პრეზიდენტი ერდოღანი, ან თუ ერდოღანი წავა, მისი რომელიმე მემკვიდრე, მაგალითად ფიდანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც ითვლება, რომ გარკვეულ ასპექტებში შესაძლოა ერდოღანზე კიდევ უფრო რადიკალურიც კი იყოს. რომ თურქეთი და ისრაელი მომავალში შეიძლება კონფლიქტის გზაზე აღმოჩნდნენ. მაშასე გავაგრძელოთ, მაგრამ ეხლა ალექს მინდა ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ ღაზაზე. მე ამას დავარქმნოდი ტრავმული მოვლენების სერიას, რომელიც შაბათ-კვირას მოხდა. კერძოდ აღმოჩენილი იქნა ფრანები, რომლებიც ღაზადან ისრაელის მიმართულებით გაუშვეს. თუ გახსოვთ ჩვენს 7 ოქტომბრამდე არსებულ რეალობაში, ჰამასი უშვებდა ასეთ ცეცხლგამჩენ ფრანებს. ფრანებს, რომლებზეც ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო მიმაგრებული და ისრაელის დასახლებებში აგზავნიდნენ. და ისინი ამას პრაქტიკულად თავისუფლად აკეთებდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ერთ-ერთი სიმბოლო ვიტყოდი უბრალოდ 7 ოქტომბრამდე არსებული რეალობის. თავდაცვის მინისტრი კაცი ბრძანებს მკაცრ პასუხს ნებისმიერი სახის ფრანებზე, ალებად ბუშტებზე ან დრონებზე, რომლებიც შესაძლოა ჰამასმა ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაუშვას. კარგი, ეხლა წარმოიდგინეთ ფრანი. ბავშვები ფრანს უშვებენ და ფრანი საზღვარს გადაცდება. იცით, ისრაელი რა თქმა უნდა ყველაფერზე მზადყოფნაშია. ალებადი ფრანები, რომლებსაც ღაზელები ჰამასი საზღვარზე უშვებდნენ, მათზე ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო მიმაგრებული. და ამის მიზანი იყო, რომ გაეჩინათ ხანძრები ღაზის მიმდებარე ისრაელის სასაზღვრო ზონის სასოფლო სამეურნეო მიწებზე. ეს ტერიტორია ძალიან ნაყოფიერი. იქ იზრდება ბევრი სალათის ფოთოლი, პომიდორი, ყველა სახის ბოსტნეული ამ ძალიან ნაყოფიერ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის მხარესაა საზღვართან. და რასაც ისინი ახერხებენ, ეს არის ბუჩქნარებში ხანძრების გაჩენა ძირითადად. ეს არის ეკონომიკური და ეკოლოგიური ტერორიზმი. და არ არის ნათელი ქონდა თუ არა ამ ფრანებს, რომლებიც საზღვარზე გადმოაგზავნეს, ასეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ან ცეცხლის გამჩენი მოწყობილობები. მაგრამ იცით, ისრაელმა უნდა უპასუხოს ყველა საფრთხეს. და როცა ხედავთ, რომ ჰამასი ფრანებსა და ბუშტებს აგზავნის, ისინი სინამდვილეში ისრაელის რეაქციას ამოწმებენ. და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჰამასი უკან არ იხევს. ჰამასი არ ნებდება. ჰამასი აგრძელებს აგრესორისა და ისრაელის სახელმწიფოს მტრის როლში დარჩენას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისრაელმა უნდა იყოს მაღალ მზადყოფნაში და კარგია, რომ თავდაცვის მინისტრი კაცი აცხადებს, რომ ისრაელი მკაცრ პასუხს გასცემს ნებისმიერ ქმედებაზე, რასაც კი შეამჩნევენ. იქნება ეს ბუშტი თუ ფრანი, რაც შეიძლება უმნიშვნელოდაც კი ჩანდეს. ან რამე უფრო სერიოზული, მაგალითად დრონი, ან ნებისმიერი სხვა მოძრაობა ისრაელის ჯარისკაცების ან ისრაელის საზღვრისკენ. ისრაელმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ არის მტკიცე სამხედრო ძალა, რომელიც არ მოითმენს არანაირ ცუდქცევას. მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს. ალექს, ჰამასსა და ღაზაზე რო დავჭეთ, იყო აშშ-ც. სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ამ კვირაში შეხვდა ჰამასის მაღალჩინოსნებს კაიროში და ესაუგრა ჰამასის დემილიტარიზაციის შესაძლებლობაზე. მან თქვა, რომ თუ ჰამასი არ დაიმორჩილება, აშშ-ში არ შეზღუდავს ისრაელს საპასუხო ქმედებებში. მოდი ჯერ ის ჩანაწერი მოვისმინოთ. ჩვენ მტკიცედ ვემხრობით ღაზის აღდგენის გეგმას, მაგრამ არ დაუშვებთ ღაზის აღდგენას, სანამ დემილიტარიზაცია არ მოხდება. არავის სურს მეტი ფულის ჩადება ესეთ ადგილას, თუ ის ისევ ტერორისტების ხელში ჩავარდება ან კვლავ აფეთქდება. ჩვენ ასევე არ შევზღუდავთ ისრაელის უფლებას დაიცვას თავი, თუ რაიმე მყისიერი საფრთხე იქნება. ამიტომ მოგვიწია განმარტოთ, რას ნიშნავს ეს. შეიძლება ვხედავდეთ პროგრესს. იცით, სულ რაღაც 30 დღეში. იმედია დაიწყება იარაღის გამოტანა და იმედია მომდევნო 60-დან 90 დღეში ასევე დაიწყება გვირაბების ამოვსებაც. რასაც აქ ხედავთ ჯარედ კუშნერის ინტერვიუდან, არის ის, რომ ის ნამდვილად ცდილობს გაუგებრობის გაფანტვას და სრულიად ნათლად აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუს პოზიციას იზიარებს. იცით, კუშნერმა და მისმა გუნდმა წარადგინეს ეს 15 პუნქტიანი გეგმა, რომელიც თავდაპირველი 20 პუნქტიანი გეგმის მოდიფიკაცია იყო. იგი საუბრობდა უფრო რბილ დემილიტარიზაციაზე. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ძალიან მტკიცედ აცხადებდა, რომ ისრაელი სრულად უარყოფს ამ 15 პუნქტიან წინადადებას. რადგან ჰამასის დემილიტარიზაცია და ღაზას დერადიკალიზაცია
არის ორიგინალური 20 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმის ერთ-ერთი პირველი პირობა, რომელსაც ისრაელი დაეთანხმა მძევლების დაბრუნების სანაცვლოდ. აქ კუშნერი ძალიან ნათლად ამბობს, რომ ფული ღაზას სექტორის აღდგენაზე არ დაიხარჯება, სანამ ჰამასი არ იქნება დემილიტარიზებული. ეხლა ვფიქრობ, ეს მისგან უბრალოდ ფუჭი იმედია, რომ 30 დღეში დემილიტარიზაციის რაიმე დონეს ვიხილოთ. შეიძლება რაღაც მართლაც ნახოთ, ხომ ასე? ჰამასი იტყვის, აი ნახეთ, რამდენიმე RPG ვიპოვეთ და თქვენ გიბარებთ მათ. კარგი, მაგრამ იცით ეს RPG-ების რა პროცენტია? იარაღების რა პროცენტია? პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კაფიოდ თქვა, რომ საქმე მხოლოდ მძიმე შეიარაღებაში, მაგალითად, RPG-ებში არ არის. ასევე უნდა იყოს მსუბუქი შეიარაღება, როგორიცაა ტყვიან-ფრქვევები და სხვა ყველაფერი. ყველაფერი უნდა გადაეცეს. ის უნდა გაიყვანონ ღაზადან. და საჭიროა კონტროლის მექანიზმები და გარანტიები. მათ შორის შესაძლოა საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალის დანერგვაც, რათა გარანტირებული იყოს, რომ ჰამას არ ექნება არანაირი იარაღი. ამ კვირაში ასევე მოვისმინეთ ცნობები, რომ ისრაელი უარყოფს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალის თავდაპირველ ფორმირებას, რომლის ღაზაში შეყვანაც არის შემოთავაზებული. და უნდა დავსვათ კითხვები. რატო? რომელი ქვეყნები არიან იქ? ეს თურქეთია? ეს კატარია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვიქნებით გარანტორები? გულისხმობ, თუ ეს თურქეთია. ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ სირიის ამბავთან დაკავშირებით, როგორ არ აქვს ისრაელს ნდობა თურქეთის მიმართ და აშკარად მათაც სურთ ფეხის მოკიდება ღაზაში. ეს ისრაელისთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ისინი ამას არ დაუშვებენ. ასე რომ, კითხვა ასეთია. ვინ იქნება საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალაში? რამდენი ადამიანი იქნება იქ? რა არის მათი მანდატი? და ვინ შეძლებს რეალურად უზრუნველყოს, რომ ჰამასი ჩააბარებს იარაღს და ღაზა დემილიტარიზებული იქნება? აშკარად ესპანიის შემდეგ შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, მაგრამ როგორც გავიგე, ბევრი კრიტიკა იყო მიმართული აშშ-ს მიმართ. კუშნერისა და მისი გუნდის მიმართ, იმის გამო, რომ საერთოდ დასხდნენ ჰამასთან მოლაპარაკებაზე. რას ფიქრობთ ამაზე? დიახ, სწორია. აქ იყო კრიტიკა იმაზე, რომ თქვენ ფაქტობრივად ტერორისტებთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს. ეხლა სამწუხაროდ შეერთებული შტატები და ისრაელი ბოლო პერიოდში დაახლოებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ტერორისტებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. თქვენ კატარის შუამავლების მეშვეობით გააფორმეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ღაზაში. თქვენ ფაქტობრივად ჰამასთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს ლიბანში. თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს. ფაქტობრივად ლიბანის მთავრობასთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე. თუმცა როცა ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობთ, სინამდვილეში ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობთ. ასე რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ტერორისტებთან და შეერთებული შტატები აწარმოებდა მოლაპარაკებებს ირანის რეჟიმთან. ასე რომ ეს იყო შეერთებული შტატების სტრატეგია, რომ ამ ხალხთან ერთად დასხდომოდა მოლაპარაკებებზე. ეხლა კუშნერმა დაიცვა თავისი ქმედებები და თქვა, იცით, მათთან უნდა ისაუბროთ და აუხსნათ რა გეგმებია. ეხლა თუ ის ეუბნება მათ, რომ არც ერთი თეთრი აშევა ღაზას აღსადგენად, სანამ არ განაიარაღდებით, ასე რომ ეხლა ჰამას უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა. რამდენ ხანს შეგვიძლია მართოთ ღაზას სექტორი, თუ აქ ფული საერთოდ არ შემოვა. და ამავე დროს ის ამბობს, რომ შეერთებული შტატები არ შეაკავებს ისრაელს თუ ისინი შევლენ. ეხლა ეს გარკვეულწილად თამაშია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება ძალიან ნათლად ამბობდეს, რომ ისრაელს არ შევაკავებთ. ისრაელი გარკვეულწილად შეკავებულია ღაზაში შესვლისგან მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ისრაელზე მოვიდოდა, თუ ისინი სამხედრო გზით დაბრუნდებოდნენ ღაზაში. მე ვფიქრობ, რომ ისრაელი კმაყოფილია არსებული სტატუს-კვოთი. თუნდაც ჰამას ჰქონდეს იარაღი, რომელიც ამ ეტაპზე პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს არიან. იმიტომ რომ არსებობს ესეთი ფართო ბუფერული ზონა, სადაც ისრაელი აკონტროლებს ღაზის 50%-ზე მეტს, იმ ყვითელი ხაზიდან დაწყებული და თვითონ ისრაელამდე. მაგრამ ფული ღაზის სექტორში არ შევა და ისრაელი ამას ძალიან კაფიოდ აჩვენებს. ფული იქ არ შევა, სანამ ჰამასი არ დაიხევს უკან. სანამ არ იქნება სხვა მართველი ძალა, სანამ ჰამასი არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან მათ იქ იარაღი აღარ ექნება. ეხლა კიდევ ერთი რამ არის, რაც პრემიერ-მინისტრის ოფისმა ძალიან კაფიოდ თქვა. იცით, მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრის ოფისის მაღალ ჩინოსნებს და მათ ეს მითხრეს. პრემიერ-მინისტრმა ჯარედ კუშნერს ერთმნიშვნელოვნად განუცხადა, რომ ისრაელის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ. არც პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ღაზაში, არც პალესტინის სახელმწიფოს შექმნა იუდეასა და სამარიაში. ეს ნიშნავს, რომ თუ კი ჰამასი უცებ კარგ მოთამაშედ იქცევა და ყველა იარაღს ჩააბარებს, ფული იწყებს შემოდინებას ღაზას აღსადგენად. ეს არ ნიშნავს, რომ ღაზა პალესტინის სახელმწიფოდ გადაიქცევა. თუ საუდელები მოტრიალდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვინდა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება, ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ არსებობდეს გზა პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ. ისრაელი ძალიან ნათლად ამბობს და პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ეუბნება ჯარედ კუშნერს, რომ სანამ ის იქნება პრემიერ-მინისტრი, პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება. ის ამის წინააღმდეგია.
მან ასევე თქვა, რომ ფაქტობრივად ისრაელის მთელი ამომრჩეველი საზოგადოება პალესტინის სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგია. ამაში ეჭვი არ არის. სამწუხაროდ ალექს, ჩვენ ახლა სასწრაფო სიახლე გვაქვს. 24 წლის ისრაელი მამაკაცი დღეს იორდანის ველზე ტერორისტულ თავდასხმაში დაჭრეს და საშუალო სინძიმის ჭრილობები მიიღო. ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად ეძებენ დამნაშავეს. ეს ადგილი ძირითადად იერუსალიმის ჩრდილოეთით, შესაძლოა ოდნავ აღმოსავლეთით, ალუჯას რაიონში, იერიხონთან ახლოს მდებარეობს, სადაც ეს დაჭრა მოხდა. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იუდეასა და სამარიაში ის ისრაელების წინააღმდეგ ტერორიზმისა და ძალადობის ზრდა შეინიშნება. დიახ, ამ ინციდენტის კადრები ვნახე და უბრალოდ საშინელია იმის ხურება, როგორ დგას ეს ტერორისტი. ელოდება, როდის შეაქცევს ზურგს ისრაელელი და შემდეგ მიდის და ცდილობს მხარში დაჭრას. და ვფიქრობ, ეხლა საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოკლეს. ანუ ის საშუალო მდგომარეობაშია, რაც კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის, ასე ვთქვათ. მაგრამ დიახ, მართალი ხართ, რომ ჩვენ ხედავთ სულ უფრო მეტ დაჭრას, სულ უფრო მეტ მანქანით შევარდნას, პოტენციურ სროლებს. და რაც არ გვინდა ვიხილოთ, ეს არის ინტიფადის მსგავსი პირობების დაბრუნება, როგორც ეს ტარსუცეს ტარსულში ჰქონდა. მაგალითად, 2014 წელს, როცა ინტიფადის დროს იერუსალიმში და მთელ იუდეასა და სამარიაში იყო მანქანით შევარდნები და დაჭრები. ჩვენ ნამდვილად ხედავთ ტერორიზმთან დაკავშირებული შემთხვევების ზრდას. და თქვენ ასევე ხედავთ მეორე მხარეს, დიდ დაძაბულობას ისრაელელებს შორის იუდეასა და სამარიაში, რომლებიც მოქმედებენ ცოტა უფრო თავისუფლად, ვიდრე არმიას და მთავრობას სურს. ცდილობენ იყვნენ თვითმარქვია სამართლის დამცველები და საქმეები საკუთარ ხელში აიღონ. და ეს იცით, ქმნის დაძაბულობის ციკლს. და საბოლოოდ ისრაელის არმიაზე იქნება დამოკიდებული, რომ ორივე მხარეს ტერორისტულ ბუდეებზე, იუდეასა და სამარიაში აღკვეთოს მოქმედებები. ასევე ეცადოს, რომ ებრაული თემის ლიდერები, რომლებსაც რეალურად დიდი კონტროლი არ აქვთ ამ მცირე ანარქიაზე, რომელსაც ეძახიან ასე ვთქვათ ბორცვების ახალგაზრდობას, მოიყვანონ ისინი კონტროლის ქვეშ, რათა არმიამ შეძლოს თავისი საქმის შესრულება და შეამცირონ ეს ზეწოლა. და თუ ამ ზეწოლის შემცირებას ვერ დაინახავთ, შენ დაინახოთ, შეიძლება დაინახოთ ძალადობის ესკალაცია. და შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს მასშტაბური ისრაელის ოპერაცია იუდეასა და სამარიის მასშტაბით. ალექს, და რა არის, რა თქმა უნდა, ევროპის პასუხი, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და სხვების, რაც ხდება იუდეასა და სამარიაში. მათი პასუხია ისრაელის დაგმობა იმის გამო, რომ მან ტენდერები გამოაცხადა E1 კორიდორში მშენებლობაზე. ეს არის სტრატეგიული კორიდორი იერუსალიმსა და რამალას შორის. ამ კვირაში ბევრი კრიტიკა ისმის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედ მილიბენდისგან, რომელმაც ებრაელებს იუდეასა და სამარიაში მშენებლობისთვის დამატებითი სანქციების დაწესებითაც კი დაემუქრა. რა არის ამასთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია? მართალია, ასე რომ დიდი ბრიტანეთი ფაქტობრივად ემუქრება სანქციებით ებრაელებს, რომლებიც იუდეაში მშენებლობას აპირებენ. ანუ E1 იუდეის მთებში მდებარეობს. ეს არის იუდეის ჩრდილოეთის საზღვარი. ამიტომ დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ჰქონდა მანდატი, რომ ებრაული სახელმწიფო შეექმნა მთელ ამ მიწაზე, რაც მოიცავს მთელ ისრაელს, მთელი იუდეა და სამარია და ამასთან ერთად მთელი იორდანია. და შემდეგ დაარღვია საკუთარი მანდატი. ამ მიწის 75% იორდანიას გადასცა. და შემდეგ მაშინაც კი, როცა ისრაელმა სუვერენიტეტი გამოაცხადა, არ აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი. 1948 წლის დამოუკიდებლობის ომის დროს. შემოbrunდნენ და ამბობენ, რომ ებრაელებს არ აქვთ უფლება იუდეაში აშენონ. თითქოს ებრაელებს უფლება ჰქონდეთ აშენონ სადმე სხვაგან, რომელსაც იუდეა არ ქვია. და იცი, უბრალოდ რამდენიმე წლის წინ იფიქრებდი, რომ გაერთიანებული სამეფო ისრაელის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე. და რასაც ისევ და ისევ ხედავ, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკა მიუთითებს, რომ ისინი აღარ არიან ის სანდო მოკავშირე, რაც ისრაელს ოდესღაც ეგონა რომ ხავდა. და კარგია რომ ხედავთ, როგორ უპასუხა ისრაელმა მილიბენდის განცხადებებს. დიახ, აბსოლუტურად. საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ამბობს, რომ ებრაელ ხალხს აქვს უფლება იცხოვროს ისრაელის მთელ მიწაზე. სხვათა შორის E1-ის გეგმა დაამტკიცა იცხაკ რაბინმა, ასე რომ ეს არ ყოფილა რაიმე მემარჯვენე მთავრობის ინიციატივა. ჩვენ საუბრობთ დაახლოებით 30 წლის წინანდელ პერიოდზე, როდესაც პირველად შემოიღეს ნებართვები E1-ში მშენებლობისთვის. ალექს, მინდა ამ კვირის გადაცემა დავასრულო ისტორიული ამბით, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისრაელი არ ტოვებს არავის უკან. გასულ პარასკევს ემოციური ცერემონია გაიმართა. დაკრძალვა იერუსალიმის ზეთისხილის მთის სასაფლაოზე. სერჟანტი პირველი კლასის იეჰუდა იეკუტიელი კაცი დაკრძალეს პარასკევს 44 წლის შემდეგ. ნაცის დაეცა სულთან იაკობის ბრძოლაში ლიბანის პირველი ომის დროს. მისი ნეშტი, მისი ადგილსამყოფელი მრავალი წლის განმავლობაში უცნობი იყო. აქ ჩატარდა სპეციალური ოპერაცია მისი ნეშტის დასაბრუნებლად. მას იერუსალიმში წინა პარასკევს ღირსეული დაკრძალვა მოუწყვეს. ძალიან ემოციური იყო. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ისრაელი ჯარისკაცებს უკან არ ტოვებს.
ძალიან მარტივი იქნებოდა ისრაელისთვის უბრალოდ დაეტოვებინა ძვლები იქ, სადაც იყვნენ. გულისხმობ, რომ კაცი 1982 წელს პირველ ლიბანის ომში დაიღუპა. ანუ იცით, ეხლა რომ ხედავთ ამას, თითქმის 44 წელი გავიდა მას შემდეგ. ისრაელი ატარებს ფარულ სამხედრო ოპერაციას, რათა მისი ნეშტი დააბრუნოს ისრაელში. ეს ძალიან ძლიერი გზავნილია თითოეული ისრაელი ჯარისკაცისთვის, თითოეული ისრაელელისთვის საერთოდ. ისრაელი არასოდეს მოისვენებს, სანამ სამხედროების თითოეული წევრი, ცოცხალი თუ გარდაცვლილი, არ დაბრუნდება. თუ ისინი გაიტაცეს, თუ სხვაგან დაიღუპნენ, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი ნეშტი დააბრუნოს. ზუსტად ისე, როგორც ყველა მძევართან მიმართებაში აკეთებენ, 255 ცოცხალი და გარდაცვლილი ომის განმავლობაში. 7 ოქტომბრის შემდეგ, რომ ყველა დააბრუნონ, ოჯახებს შვება მისცენ. კაცის ოჯახს კი ღირსეული სამხედრო დაკრძალვის პატივი და პატივისცემა მიაგონ. იცით, და ეს ნიშნავს იმასაც, რომ ამისთვის შესაძლოა ისრაელის ჯარისკაცების სიცოცხლეც კი საფრთხეში აღმოჩნდეს. მაგრამ სწორედ ასე აფასებს ისრაელი არამხოლოდ ცოცხალ ჯარისკაცს, არამედ გარდაცვლილი ჯარისკაცის ნეშტსაც. ამიტომ ფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი იმ ისტორიათაგან, რომელიც შესაძლოა ბოლო ერთი კვირის სხვა გეოპოლიტიკურ მოვლენებს შორის ყურადღების მიღმა დარჩა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაა და ისრაელისა და ამ ისრაელის მთავრობის ეთოსის მაჩვენებელი. სანამ დავასრულებ, ცხადია ამ კვირაში გზაში ვარ, შენ სტუდიაში ხარ, შემდეგ კვირას როლებს გავცვლით, მე ვიქნები სტუდიაში ღმერთმა ქნას იერუსალიმში. შენი მოგზაურებ JNS-ის სახელით. იქნებ გინდა ცოტათი წინასწარ გვიამბო შენი მნიშვნელოვანი მოგზაურობის შესახებ, რომელიც იერუსალიმის საინფორმაციო სააგენტოს სახელით გაქვს. მე დასავლეთ სანაპიროზე მივდივარ. კალიფორნიაში ვიქნორნიაში ვიქნები, ლას-ვეგასშიც ვიქნები. ყოველ წელს JNS ესწრება და აშუქებს რესპუბლიკური ებრაული კოალიციის ღონისძიებას. ასე რომ ჩვენ იქ ვიქნებით. მე დამპატიჟეს კონფერენციაზე გამოსასვლელად და ჩვენ ბევრ რამეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფორმაცია გაავრცელოთ, გამოვიდეთ სიტყვით. მივაწოდოთ მოკლე ცნობები და განახლებები იმაზე, რაც ისრაელში ხდება. განსაკუთრებით ეხლა, როცა ისრაელი არჩევნებისკენ მიდის. იცით, ბევრი ადამიანი ყურადღებას ამახვილებს შეერთებულ შტატებში შუალედურ არჩევნებზე და ბოლო რამდენიმე კვირაში ჩატარებულ პრაიმერიზებზე, რაც დიდ გავლენას ახდენს ებრაულ თემებზე მთელ შეერთებულ შტატებში. ისევე როგორც გავლენას ისრაელზეც. მაგრამ თქვენ წინ დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ისრაელის არჩევნებია და ხალხს სურს გაიგოს რა ხდება. რა შანსი აქვს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის შექმნის? როგორი იქნება ახალი მთავრობა? ვინ შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი თუ ნეთანიაჰუ ვერ შეძლებს კოალიციის შექმნას არჩევნების შემდეგ? და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ მხარდაჭერას JNS-ის მზარდი აქტივობებისთვის. შეიძლება შეგიმჩნევიათ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომ ისრაელმა, უпростоრად JNS-მა, გაუშვა სასტრაფო სიახლეების სტიკერი ჩვენს ვებგვერდზე, jns.org-ზე. JNS-მა მომდევნო ორ კვირაში ან დაახლოებით ამ პერიოდში პირველად ამოქმედებს ებრაულენოვან ბიუროს. jns.org ის ებრაულენოვანი ვერსია, რაც იცით, დიდი მიღწევაა JNS-ისთვის. გვაქვს ესპანური, გვაქვს ვიდეო, გვაქვს ASHSH სიახლეები, გვაქვს ისრაელის სიახლეები. და კიდევ ბევრი სხვა განვითარებაც მიმდინარეობს. ასე რომ შევხვდებით ჩვენს ამჟამინდელ დონორებსაც და მომავალ დონორებსაც. და თუ სახლში მყოფ ადამიანებს სურთ მხარი დაუჭირონ იმას, რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად უნდა სუპერ მადლობის ღილაკს დააჭირონ ამ ვიდეოზე YouTube-ზე. ან ეწვიონ jns.org-ს და დატოვონ შემოწირულობა. ჩვენ ვიღებთ დონაციებს ნებისმიერი ოდენობით. ასე რომ დაწყებული $18-დან $100-მდე, მაგრამ ზემოთაც. ყავს დონორები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს საქმიანობას 5 ნიშნა, 6 ნიშნა და უფრო მაღალი ოდენობის შემოწირულობებით. ასე რომ თუ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თუ მათ სურთ, რომ JNS-მა უფრო და უფრო მეტ ადამიანს მიაღწიოს და განვითარდეს და გახდეს მთავარი მედია პლატფორმა, რომელიც შეძლებს კონკურენციას ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა New York Times-ი, BBC ან AP, Reuters ან Al Jazeera. თუ მათ სურთ, რომ ებრაელ ხალხს და ისრაელის სახელმწიფოს ჰქონდეთ ასეთი მედია ორგანიზაცია, არსებობს ნამდვილად გზები, რომ გააკეთოთ მნიშვნელოვანი შემოწირულობა, რაც დაეხმარება ამ ორგანიზაციას გაიზარდოს და გაუმკლავდეს საინფორმაციო ბრძოლის ველის გამოწვევებს. კარგად ჟღერს, წარმატებულ მგზავრობას გისურვებ და მოუთმენლად ველოდები იერუსალიმში დაბრუნებას შემდეგი კვირის გადაცემისთვის. შენც იმოგზაურებ, ასე რომ გზაზე შეგხვდებით. მადლობა ჩვენს production გუნდს, ყველას, ვინც კულისებში მუშაობს. იურის რეცკის, სადგურის მენეჯერს, ჩვენს პროდიუსერ ზახ სიკერმანს და ყველას დანარჩენს JNS TV-ში. როგორც ალექსმა თქვა, აუცილებლად დაგვიტოვეთ, სუპერ მადლობა გამოიწერეთ არხი და ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ უახლესი სიახლეები ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. შეხვედრამდე მომავალ კვირას აქ Jerusalem Minute-ზე JNS TV-ზე.